ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საქმეში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების პატაკები დევს. ადვოკატის განცხადებით პოლიციელები წერენ, რომ ტელევიზიით მოისმინეს ხაბეიშვილის ინტერვიუები და თავის შეურაცხყოფილად იქრძნეს. ხაბეიშვილის დაკავების განჩინება ახლად დანიშნულმა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გასცა. მან განჩინებაში მიუთითა, რომ ხაბეიშვილი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ხელისუფლება კორუფციასთან მებრძოლის იმიჯს იქმნის, აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი. მისივე თქმით, თავდაცვის ექს-მინისტრი თავს დამნაშავედ არ ცნობს. სახლი აქვს ესპანეთში, მაგრამ აქვს შემოსავლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, ამბობს უფლებადამცველი. ჯუანშერ ბურჭულაძე საავადმყოფოდან სუსის იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. პროკურატურის განცხადებით საუბარია იმ აქტივებზე, რომლებიც შეძენილია ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდგომ პერიოდში. ბაჩიაშვილს ივანიშვილის ბიტკოინების მითვისებას ედავებიან და ამ საქმეზე მას 11 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. კადრებში ჩასრობს დაზიანებულია პოლიციის მანქანაც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსეთის პრიმორსკის პორტმა, რომლის წლიური ბრუნვა 100 მილიონი დოლარია, დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობაში აჩერა. როიტერსის ინფორმაციით ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა და რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 2 ტანკერი დააზიანა.